აი ეხლა ჩვენ გვინდა აი ეს ნაწილი მოკლედ ზედამ ნაწილი ხო? გონი ჩანს ხო ბოლომდე კი. აი ესე გვინდა რომ დავალაგოთ. ნუ თქვენ შეგიძლიათ ცოტა შეცვალოთ ვის როგორ მოწონს. და ეხლა მე ამ დეტალებს ესეთი ზუსტად ესეთი თანმიმდევრობით დავალაგებ. უბრალოდ თქვენ თუ გინდათ ესე დაიმახსოვრეთ, თორემ მოუყევით მეც ესე მედება ახლოში. კინძის თავები დაგჭირდებათ ბევრი. ესე იგი, აი ესე ერთი. ეხლა მიახლოებით დავალაგებთ, როგორც იქით მხარის გავაკეთე, ხო? მერე დავაფიქსირებთ. ანუ უფრო შევხედავთ, როგორ ჯობია და აი ესე. აქ შეიძლება ბადის გაკეთება, აი ამათ შორის, მე ვფიქრობ, ნახოთ. ეხლა შუაში სამყურა ფოთლები. საკმაოდ გრძელი ძაფი აქვს ამ სამყურას. კარგია. აი ესეთი. ეს დახრილად არის, იმიტომ რომ სხვანაირად არ ეტევა. აქ ცოტა ბადე დაგჭირდება ბადის, ან და შეიძლება რომ აი ცოტა აი ესე როგორც გამოვა. ეხლა მოდით მეორე სამყურაც. აი ესე, აქ შუაში აქ ამ მეორე სამყურას ეს ძაფი გაჩერებული და იმედია რომ გამოვიყენებთ კარგად. ესე იგი, აქ უნდა გაიაროს. ოღონდ აი ეს ცოტა ფიქრობ რომ ნახეთ ეს ჯობია რომ იყოს ანუ არ გადაიკვეთოს ეს ზონარი რო აქვს ამას, ამიტომ მოდით ესე შევცვლი ახლა მე ვიდრე იქ მქონდა. ეს ძაფის ზემოთ მოვახვედროთ, არ შეგვიშლის ხელს. აი ესე და ხო ეს ახლოს არის. აი ეს თითქოს ამოდის, არ არის აუცილებელი რომ აი ესეც შეიძლება მაგალითად. უბრალოდ ან აი ესეთნაირად. აი ესე შეიძლება თქვათ. მაგრამ აქ ყვავილები გვინდა შუაში რომ იყოს. ერთი ეს არის რომ აი ეს ჯობია რომ არ გადაიკვეთოს სხვა ფრაგმენტით, ხო? ესეთი საქსოვი მისამაგრებელია. ესეც მოდით რახან შუაში აქვს ფოთოლს უკან იქით გავუშვათ. აი შეიძლება თქვათ გადააბათ. აი ესე ფიქრობ. აი ესეთი. ესეც შეიძლება უბრალოდ აქ ისე გააკეთეთ რომ ყვავილებიც განაწილდეს. აი აქ შეიძლება მაგალითად რაღაც ყვავილის ჩამატება ფიქრობ. ხა იქ არ მქონდა გათვლილი ესე რომ ესე ჩამემატებინა. ესე იყო უბრალოდ ესეთნაირად იყო დახრა ესე აი ესე იყო კარგი ჯერჯერობით იყოს ეხლა მე მინდა ყვავილები უკვე ცოტა ყვავილები ჩავსვათ და ეს ყვავილი ესეთი ფუფუნფულა სადღაც ესე ზემოთ მოდით, ეხლა ნახეთ, აი ეს გაითვალისწინეთ. თუ აქ გაქვთ ხო ეს ძაფი, აი ეს ცოტა აქეთ სხვა მხარეს მოახვედრეთ ეს ძაფის ბოლო, რომ აქეთ გამოიყენოთ. ეს ყველაფერი ერთ მხარეს, ან აი ესეც შეიძლება. შემდეგი აი ესეთი გვაქვს, ესეთი ყვავილი. ეს ცოტა ნაბეში იყო, აი სურათზე, აი აქ იყო სადღაც, მოდი ჯერჯერობით იყოს მანდ. მე კიდე შევხედავ. აი სადაც აქ იყო კუთხეში პირდაპირ. თუმცა ეს ყვავილი ესე ჯობია, ხო, მიმართულება. აი ეს. კიდევ ერთი ყვავილი. ეს არის აი ესეთი ყვავილი. აქ დიდი ის არ არის მაინდა-მაინც სიმკაცრე სადრომელი, უბრალოდ ეხლა მithვალით როგორ ჯობია. აქ ეხლა დიდი ადგილი რო არ დაგვრჩეს, ხო? აქაც შეიძლება. თუმცა გახსოვთ, მოდით მე ეხლა ჯერჯერობით აი აქ გარკვეული კლაკნილები მინდა რომ გავაკეთო და
იმისთვის რომ გამოვიყენოთ ეს კლაკნილის ადგილი. აი აქ. მოდით ამას მე დავაფიქსირებ. ეს ყველაზე კარგი ის იქნება თუ აქედან დაიწყებთ. ესე. ცოტა დიდი კი გამოვა. ეს დავახვიოთ. ესე. კიდევ. აი აქ. ესე. შემდეგ უკან ესე ავიყვანოთ. აქ შეიძლება ესეთი გრეხილის გაკეთება და შემდეგ წავიდეს იქით. აი ამიტომ აი აქ ესე ლამაზად ამ გადაკვეთის წერტილს დავაფიქსირებ. აი ესე ხედავთ. აი ესე. ეს პრინციპში თავისი თუკავი. უბრალოდ ეხლა აქ დამაგრება იქნება აქ დავაკავშირეთ, მე იქით უნდა გაგრძელდეს. ხო, ეს იქნება ცოტა პრობლემური. ეს აქ წესით აი ამ ფოთლის თავზე, მაგრამ აქ ძალიან ხრილები გვაქვს ახლა ჩვენ, ხო? კი. ცოტა მოვწიოთ ახლოში. აი ეს. ახლა მოდით ვცდი მე რომ ხო ასე არ გამ ესე ლამაზი ის ხვია გამოდის, როცა აი ესე ვაკეთებ. ახლოში ცოტა მოწია ფოთოლთან. მე თან სურათს უყურებ როგორც მქონდა ახლა. ეს კარგი ის იყო იდეა. აქაც დავაფიქსიროთ. აქაც დავაფიქსიროთ. აქაც ეს დაფიქსირებულია პრინციპში. კარგად ეს. ახლა ეს ცოტა იქით შეგვიძლია გავწიოთ, იმიტომ რომ ეს ფორმატ ჩამოვიდა. აი ეს. აგერ ლამაზია. კარგით, ეხლა იგივეს გავაკეთებ აქეთ სიმეტრიულად, ხო? ეს აქედან დაიწყო, ეს კიდე აი ესე დაიწყება. მოდით ნახოთ, ეს მხარეა უფრო ეს წაღმა მხარე ნახეთ. აი ეს ზემოდან იყოს ეს გრეხილი. ეხლა აი აქედან დაიწყო, ხო? აი ესე. ესე. დავაფიქსირებ ერთხელ კიდევ. აი ესე. კარგი. აი ესე. შემდეგ იყო კიდევ ხვია, ხო, აქ. აი ესეთი და მე დაფიქსირებ. აი ესე. იგივე რაღაც რაც აქეთ ამაქვს. შეიძლება ცოტა კიდევ უფრო აი ეს და ეს გული კარგად არის ხო მიახლოებით ეს სიმეტრიულად არიან ისე ფიქრო შეიძლება ხარმად არ ვიცი აი ამასთან რო იყოს ესე რაღაც დაკავშირება. ეხლა მოდით ეს ფოთლებიც მივაკავშიროთ ბარემ, რახან გარკვეული ის გვაქვს შექმნილი, ხო? აი სადაც ბევრი ის არის დაგროვება ძაფების, ხო? იქ ჩაარჭვეთ, ის კარგად დაიკავებს. აი ესე. შემდეგ ეს მეგონი არ უნდა ამას დაფიქსირება. კარგად არის. ეხლა აქეთ შევხედოთ. აი ზუსტად იგივენაირად რომ იყოს აქეთ მხარეზეც, ხო? აქ ნუ შეგიძლიათ გაზომოთ მაინც ზუსტად ცენტრი თუ გინდათ. რომ სიმეტრიულად იყოს ხო ეს ფოთლები. ეს ორი ძირითადი ფოთოლი 30 სანტიმეტრი და 15 აი აქ არის
ეს არის დაახლოებით ცოტა აქეთ ამაქვს კინძის თავი და ხო კარგი ის არის ახლა სადაც არის ეს ფოთლები დაწყობილი კარგად არიან აი ბოლომდე თუ ჩადის ეს ყველაზე კარგია იმიტომ რომ აქ არ წამოედება ძაფი როცა დაიწყებთ მიქსოვას მიიწვნას ესე თქვათ ესე მინდირო ყაკინძის თავი მეყოფა ყოველ შემთხვევაში შეიძლება თქვა თუ არ ყოფნით დაიწყეთ ქვემოდან და მერე უკვე აქ მოხსნით შეგიძლიათ ზემოთაც დააფიქსიროთ მაგრამ თავიდან მიახლობით მაინც გჭირდება დაფიქსირება ხო კარგით ეხლა ეს მე მომწონს ეს ასეთი კომბინაცია ვფიქრობ აი ეს შეიძლება შეაერთოთ არ ვიცი შეიძლება პრინციპში რომ შეერთდეს ერთმანეთზე არ გადადოთ არ მგონია რომ გადადებული კარგი იქნება ჯობია რომ ესე იყოს უბრალოდ აი ესე და ეს აი ძირითადი ნაწილი სადაც აქვთ ეს დააფიქსირეთ აი ეს გადაკვეთა ხო სამყურას ფოთლების აი ესე იქნება ალბათ ხა ფოთლებს ვეღარ დავაფიქსირებ მაგდენი ეს არ მაქვს კინძის თავი აღარ არის მაგდენი ეს ახლოს იყვნენ ესენი ხო წვერები აქ ბადერო იქნება იმდენად შესამჩნევი არ იქნება რომ ცალსაკე ამოდიან თქვათ ხო კარგით აბა ნახოთ ცოტა ისე არ ვიცი კარგი ჯერ მოკლედ კიდევ დავამატოთ ხო ყვავილები აი ეს ყვავილი მაქვს კიდევ ეს ყვავილი უფრო აქეთ მქონდა ეხლა სურაჯს რო უყურებ წაწვეტებული ყვავილი აქეთ იყო გამაკ თუ დაეტია უკვე არ ვიცი კი პრინციპში დაეტევა და მამას არ აქვს ძაფი ფაქტიურად უძაფოთ არის და ამას მე ვფიქრობ რომ უბრალოდ მოვჭრი ესეთი ძაფი ნამდვილად ეს მოკლე ძაფი არ გამოგვადგება და უბრალოდ ისე ულამაზოდ იქნება მე გაგვიჭირდება მოჭრა კიდევაც და ესე კვანძი გავაკეთოთ და დავვალოთ უბრალოდ არ ვიცი რატო დავტოვე ესეთი პატარა ზომის ძაფის ლოლო ეს მოვჭრათ ამას არ აქვს მოკლედ ძაფი და სხვა დეტალის ძაფის ხარჯზე მოხდება მის მიმაგრება და ნახოთ ეხლა განვალაგებ უბრალოდ აი ესე ეხლა რომ გითხრათ მართალი აი ესე მაქვს სურათს რო უყურებ ზუსტად აი ესე მაქვს და შემდეგ აქ ბურთულები მაქვს ერთი ბურთულა მეორე ბურთულა ერთი ბურთულა აქეთ არის ცოტა მსხვილი ბურთულა არის აი აქ სადღაც ავილებთან აი ესე აქ კიდევ ერთი ბურთულა მაქვს მაგრამ ეხლა მეჩვენება რომ ეს ძალიან შორს არის და შეიძლება რაღაც დეტალი კიდევ რომ დაემატოს თქო კარგით ეს ახლა აქეთ რახან გამოვწიე იმიტომ ჩანს ესე ცოტა სიცარიელი და ისე შეიძლება თქვა აი ესე მაგრამ ბევრი ის იქნება ხრელები გვექნება აქ ბევრი ძალიან კიდევ ერთი ყვავილი გვაქვს მოგაცრავად ეს გამობრჩა კარგით აი ესე აი ესე მაქვს ახლა მე რო გითხრათ სურათზე არ ვიცი რამდენად კარგია ესე ეს მეჩვენება ცოტა ეს ითხოვს ესეთ მოძრაობა სხვა ფოთოლი და შეიძლება აქეთ იყოს ყვავილი მაშინ ესე უფრო ლამაზია მეგონი ხო ეს ბუნებრივად გამოიყურება და აი აქ სუსიცარიელი იქნება და ესე ხო ეხლა ეს მე ძალიან ზემოთ ავყევი და ფაქტიურად ესე ზემოთ არ გვინდა აი ესე გვინდა აქაც
აი ესე ცოტა ქვემოთ, იმიტომ რომ აქ ზონარი უნდა ჩაჯდეს, ხო, აი აქ. მოდით. ხარის თუ ჩანს. აი ეს მე ძალიან გავწდი ახლა. აი აქ ეს რა თქმა უნდა, ეს ღრმად შორს არ გვინდა. თორე ზონარსაც ახლა მოდით დავაფიქსირებ, რომ შევაფასოთ, ხო, როგორ სად რას ვაპირებთ. ეს იყოს ეს საფები ჯერჯერობით არ აუშავს. კინძის თავები აღარ მაქვს. სულ ერთი კინძის თავი დარჩა, მაგრამ ეს არ მეყოფა ეხლა და ამიტომ უბრალოდ დავალაგებ. ხო, ეს კარგი იქნებოდა, რომ ეს დავაფიქსირებინა, რომ ამას შევაფასოთ, ხო, სად მოვდივართ. აი ეს კარგად ამას დავაფიქსირებ, აი ეს ადგილი. და აქეთ მხარეზე ან კიდევ ერთი კინძის თავი აღმოვაჩინე. აი აქ დავაფიქსირე. აი ესე. და აბა შევხედოთ ახლა ზოლი. ახლა თქვენთვის მე მგონი ეს ცოტა ესე ჩანს, იმიტომ რომ დახრა კამერას ესეთნაირად, მაგრამ ჩემთვის ეს სწორი ხაზია ახლა. აი ესე. ესეთი ლამაზია ეს. ერთი ბურთულაც კიდევ შეიძლება თქვა აქ, მაგრამ ისეთია ძალიან. აქ შეიძლება უფრო აი აქ ვფიქრობ, უფრო მეტად აი აქ. ხო, უფრო შეუსებს. ეს ფოთოლი ესე წამოვა. აი ეს. აქაც შეიძლება თქვა კიდევ მე მგონი გავაკეთებ მე ესეთ ბურთულებს და ჩავსვათ მაგალითად აი აქ და აი აქ. აი აქ შეიძლება რომ ჩავსვათ, რომ ძალიან ესეთი გამოტოვებული ადგილები არ ქონდეს. ძაფი მაქვს და მოკლედ ძალიან ფაშარი არ მინდა რომ იყოს. აი ეს არის ადგილები, სადაც ისე თავისუფლად არის. ძალიან ლამაზია, ხო? თეთრ სხვანაირი აი ესე კომბინაციით. აი აქ ბურთულები შეიძლება, აქაც შეიძლება რაღაც ბურთულა კიდე. პატარა, ცოტა პატარა ზომის. ხო. გადამულად გამოდის ესე ბურთულები ბევრი, მაგრამ არ აუშავს ეს როგორც თითქოს კოპლებივით არის რა, ესე. აი ესე მაქვს ახლა როგორც გითხარით და ფიქრობ რომ კიდევ დავამატო ესე იგი ბურთულას დავამატება ის პატარა ზომის ბურთულას აი აქ და მე მგონი სულ ეს არის ორ ბურთულას კიდევ ესე ღილაკს დავამატებდი აქ არ ვიცი აქ ძალიან პატარა რაღაცა თუ ჩაეტევა აი აქ აი ეს კარგი ეხლა მე ამას გავაკეთებ ჩემ დამოუკიდებლად ესე იდეა გითხარით რომ აი თუ გინდათ შეგიძლიათ აი აქ დაამატოთ კიდევ ღილაკებივით და დავიწყებთ ქვემოდან არა აქ მიშობა საიდან მე ხა აქედან უფრო ისე შეიძლება და აქედანაც როგორც წინა მეორე მხარე გავაკეთე ხო ეს ჩამოყვები შევაერთებ აქაც შეიძლება გავსვლა ესენი რა თქმა უნდა დაგეხმარებიან ესეთი ძაფები ამას არ აქვს საფი ამიტომ აქედან ვერ დავიწყებ ხო არავიშას ეს კარგი იყო რომ აი ეს აქედან დამეწყო ხო აი ამიტომ და გადაწყვიტოთ როგორ გირჩევნიათ აქ ყველა შემთხვევაში ღილები კარგი იქნება კარგით აი ესე მე როგორც გსოვდი ესე თქვენ თუ ერთი მხარე მაინც გააკეთეთ ჩემთან ერთად ეს ძალიან დაგეხმარებათ რომ ახლა თქვენ დამოუკიდებლად უკვე ეს დანარჩენი ნაწილიც გააკეთოთ ხო აი აქ შეიძლება ერთმანეთთან ესენი კავშირი მე ამასთან ვადე და აი ესე კარგით ესე იგი ამას გავაკეთებ და მე სახელურებს გავაკეთებთ ერთად ხო სახელურების მიმაგრებას და თიკაც ცოტა ისე მოგხსოვთ ლამაზად მას გაჩვენებთ აი ნახეთ როგორ გამოიყურება უკვე ეს ჩანთა აი ეს მეორე მხარე უკვე გავაკეთე იმედია რომ თქვენც გაართმევთ თავს ესე მაინც დაგანახებთ რომ თქვენც მიახლოებით თუ ეს დაგეხმარებათ მოკლედ ეს ვიდეო არ ჩამწერი აქეთ ამ მხარე რომ როგორ გავაკეთე მაგრამ იმედია რომ
ცოტა რთული კი იყო შედარებით ფიქრობ, მაგრამ მაინც შესაძლებელია ცოტა გამოცდილები ვინც ხართ, მგონი გაართმევთ თავს. აი აქეთ ამ მხარე ესეთი, რომელიც ერთად გავაკეთეთ. ეხლა მე აი აქ შიგნით უკვე ეს პლასტიკური ფირფიტა ჩავაკერი გარკვეულ ნაწილებში, ესე იგი ძირი, ხეთ აი ძირი, აი ესე შემოუარე, აი ესე, აქაც. და შემდეგ აი ეს ადგილი არ მაქვს მიკერებული, აი ეს. აქეთაც ღია არის. პრინციპში შეგვიძლია მივაკეროთ, ნახოთ. უბრალოდ ბევრი ძაფები არ მინდა რომ დავაგრო, თუმცა თუ სარჩულს გავუკეთებთ, მაშინ პრინციპში არ არის პრობლემა. ესენი დაიმალება, აქ ესე თქვათ, ჯიბესავით თუ ჩააფენთ ხო სარჩულს და ამ ადგილებში მიაკერებთ. პრინციპში ეს შესაძლებელია ძალიან მარტივად. აი, აქეთ ამ მხარე ასევე მივაკერენ. ეხლა ნახეთ, დააკვირდით. აი, სადაც გვაქვს კიდე პლასტიკური ფირფიტის იმის ბოლო ხაზი, რაც არის გუჯრები, სადაც არის, აი, იმათთან არის მიკერებული, ოღონდ ნახეთ, დააკვირდებით, ეხლა ეს აი ამ ზონარის ასე ვთქვათ, ქვედა მხარეები არის მიმაგრებული აი ბოლო ზოლთან უჯრების ბოლო ზოლთან. ეხლა აქეთ მხარეზეც გავაკეთებ, აქეთ გეტყვით რომ აი სამი უჯრის სიმაღლე მოვჭერი მე, იმიტომ რომ როცა ჩავაფინე ეს ხო, ცოტა მომეჩვენა რომ არ ვიცი, შეიძლება მოჭიმულად გავაკეთე, ანუ ეს სიმაღლე უფრო დიდი იყო. ეხლა მე ვფიქრობ რომ ცოტა ესეც ის არის, მაინც დიდია, ნახეთ, აი ჩანს, მაგრამ ცოტა გადაჭიმვას ვაპირებ, რომ ესე გასწორდეს, ხო? და ვფიქრობ ეს კარგი სიმაღლეა ფირფიტისთვის და აი აქ გადავჭერი. აი უჯრები რო გვაქვს, ხო? აი ესე იგი სამი უჯრის სიმაღლე მოვჭერი, აი აქეთ მხარეზე. ეხლა თქვენ დაგჭირდებათ აი ეს იგივე ძაფი და იგივე ნემსი. აქ ეს კარგია, რომ ნახეთ, უჯრაში კარგად გადის ჩემ უჯრაში, აი ეს ჩემი ძაფი და ნემსიც. და იმედია რომ თქვენც ასეთი ნემსი გექნებათ, რომ თან გაიაროს ადვილად. ეხლა მე მირჩევნია შიგნიდან უყუროთ. ხო, თუ გარედან არ აქვს მნიშვნელობა პრინციპში. აი ესე, მოდით მე მივუახლოვებ ახლა. და აქ გაჩვენებთ, დავიწყოთ ხო და მე მგონი თქვენც გააგრძელებთ. რომ ეს მივამაგროთ. აქ ხედავთ, რომ ყველა უჯრაში არ ვარ შესული. ზოგჯერ გადახტომა იყო საჭირო და აქაც თქვენ ნახეთ. პირველი უჯრა, ეს პირველი უჯრა, კუთხის ხო? ეს დავაკავშიროთ, აი აქ ნახეთ, აქ რო რეზინი გვაგვერდით ხო, ესეთი. აი პირველ სვეტთან. ესე დავაკავშირე მე. რომ უფრო მყარი ნაკსოვია და კარგად იყოს ეს კავშირი. აქ ცოტა ძაფი დატოვეთ, ეხლა მანდ კვანძს გავაკეთებთ. ესე. და აქეთ გადმოვალ, ნახეთ, ცოტა აქეთ ქვემოთ. აი ამ ზონარის ნაწილზე. და მეზობელ უჯრაში იქით გავიტანე. უკვე პლასტიკური ფირფიტისთვის. აი ეს. და აქ ახლა კვანძი გავაკეთოთ, ნახეთ, აი ამითი. ძაფის ბოლოთი და ძაფის ბოლოს ჩავმალავთ, რა თქმა უნდა. ესე კარგად გააკეთეთ ეს კვანძი. და უკვე ადვილად გავაგრძელებთ. ეს კვანძი უფრო აი რეზინის აი ნაწილში უფრო კარგი იქნება თუ დამალავთ. ეხლა კარგი და ისე. ხეთ ორი უჯრა არის, პირველი, მეორე. აქ ესე გავედი, აქედან შემოვედი. ეხლა ამის შემდეგ უკვე ნახეთ რას ვაპირებ. აქაც შეხედეთ, ყველა უჯრაში არ არის საჭირო, მაგრამ აი როგორც შეამჩნევთ, ერთი ეს რაც მნიშვნელოვანია, რომ აი მაინც მიახლოებით აქ თუ რაღაცით დაამაგრებთ, კარგი იქნება, რომ ორიენტირებისთვის, რომ ძალიან არ გაცდეთ, ხო, თქვათ, განაწილება არის საჭირო, რომ აი პლასტიკური ფირფიტის აი მიახლოებით ცენტრი, ხო? ესე
ესე რომ დაემთხოს, რომ აქ შეიძლება ცოტა ესე გაკაჩოთ, გამოკაჩოთ, რომ მე ბოლოს ისე დაამთავროთ, თუ ან არ გეყოთ პლასტიკური ფირფიტა, ან ზედმეტად ბევრი დაგრჩეთ. ესე რომ კარგად გაანაწილოთ. ეხლა როგორც გითხარით, პლასტიკური ფირფიტა ცოტა ქვემოთ იქნება, ვიდრე ეს ნაკსოვია. ესე იგი შევდივარ უკნიდან, ეხლა უკან ვარ ხო, გაჩერებული. აი მომდევნო უჯრა სადაც გაქვთ და აქ გამოვალ, ნახეთ. აი აქ ზონარის ქვემოთ არის ესეთი ნაკსოვები. აი ეს, ნახეთ. აი აქ ხედავთ? აი ესეთი. აი ამ ნაკსოვებში შევდივარ. აი ზონარს არ ვეხები ფაქტიურად. და აქ სადაც მოუწევს, აი სადაც უფრო ესე მოხერხებულია. როგორც ემთხვევა, ხო? ფირფიტა ისე შედით. უკნიდან ესე გამოვიდეთ. აი ნახეთ, თვითონ შემოვიდა აქ ნაკსოვში. ეხლა ცოტა გაშოვსავალ და აქ ესე იგი ბოლო აუცილებლად ბოლო უჯრა, აი კიდესთან ბოლო უჯრა, ხო? ქვემოთ ძალიან ქვემოთ ნუჩახვალთ. აი ნახეთ, შეიძლება აქ გამოტოვოთ უჯრებს შორის ადგილი, მაგრამ იყოს ბოლო რიგი, უჯრების ბოლო რიგი, სადაც შეხვალთ პლასტიკურ ფირფიტაში. მაქსიმალურად ეცადეთ არ გამოტოვოთ, მაგრამ თუ ნაკსოვი ითხოვს, გამოტოვეთ მაგ შემთხვევაში. აი აქ გამოვედი, ხო? აქეთ შევალ და უკან, აი სადაც მოხვდება, უბრალოდ აი ეს სიმაღლე აკონტროლეთ, რომ აი ესე გქონდეთ, როგორც აქ არის. ნაკსოვი უფრო ზემოთ იყოს, ვიდრე ფირფიტა. მე თუ გადაწყვიტავთ სარჩულის მიკერებას, აი პირდაპირ ნაკსოვზე რომ მიაკეროთ და ფირფიტა საერთოდ არ ჩანდეს. ეხლა იქ ნაკსოვის შუაში ეს. ხა შეიძლება ითქვას ზონარის კბილანაში შევდივარ, ქვედა კბილანაში, აი ესე შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ იქ არის კავშირები ნაკსოვთან. ესე აქ მომდევნო გამოვიდა ესე გარკვეულ უსორში. თუმცა ზონარი რჩება ზემოთ, ხო? და ნახეთ, აი ყველა შესვლა გავაკეთე აი ბოლო ზოლზე. უჯრედების, პლასტიკური უჯრედების ბოლო ზოლზე. ესე გაყევით ბოლომდე და ბოლოში დავაფიქსიროთ, ხო? ესე მივაკერე ბოლომდე, ხეთ, ესე აქ დავმალე უკვე გვერდით. მაგრამ მიკვანძი აუცილებელია, რომ ჯერ დააფიქსიროთ კარგად და მერე უკვე ჩამალოთ. ეხლა გეტყვით, რომ თუ მე ვფიქრობ, რომ უკეთესი იქნება, თუ აი ამას მიაკერებთ. ოღონდ აქ მიკერება წინა მხარეს არ გამოვა, ხო, იმიტომ რომ ისეთი ფაშარი ნაკსოვი გვაქვს, აი ბოლო ზოლი სადაც გაქვთ, ხო, რეზინის. აი აქ, აი ამ ხას თუ მიაკერებთ, კარგი იქნება. ასევე მე უკანა მხარეს, აი ეს ზოლი, აი ამას მიაკერებთ პლასტიკურ ფირფიტას და აქ კიდევ აი აქ ბოლო ზოლი რაც გაქვთ. იმიტომ რომ უფრო აფიქსირებს, იმიტომ რომ ნახეთ რაღაც აი ვფიქრობ, რომ აი ეს რო გვინდა რომ ჩაიკეცოს, ხო, ეს გვერდი ცოტა აქეთ გამოდის და ამას უშლის ჩაკეცვას. ეს თუ მიკერებული იქნება, მაშინ ესეთი ძალიან როგორც კოლოფი ესეთი ფორმა ექნება. ეს გვინდა რომ ჩაიკეცოს აი ეს. ეხლა ეს რაინც ჩაკეცვით მაინც ჩავკეცავთ უბრალოდ. საჭიროა რომ არ უშლიდეს უბრალოდ აქ არაფერი ხელს. ეხლა სახელურს მოვქსოვთ, ჯერ უბრალოდ ესეთ თოქს შევკრავთ და მერე ზედ გავაკეთებ ნაკსოვს და აი ესეთი რგოლები მაინც საჭიროა, ნახეთ, აი ესე ვფიქრობ, რომ აი ესე დავამაგროთ ეს ადგილი, აი ეს. ესე იგი 4 ნაკსოვში ესე გავატარო და ესეთი ოქროსფერები უფრო
მოუხდება ფიქრობ, ხო? ისეთი თეთრი და ოქროსფერი ძალიან ლამაზად არის. აი ესე მოკეცეთ კარგად და მაინც მე კიდევ მივაკერებ მაინც, იმიტომ რომ აი ამ ჩაკეროებს გავაკეთებ, ხა უბრალოდ გაჩვენებთ სახელურისთვის. და ასევე სარჩულს გირჩევთ, იმიტომ რომ თან აქ ჩვენ დაგჭირდება შესაკრავი, ნახეთ, ეს რაც არ უნდა ესე ჩაკეთოთ, ნახეთ, ღიაა მაინც. აი აქ ერთი ჩამკეტი კარგია, კარგი იქნება და აქ პირდაპირ ამას მაინც ეს დაუსრულებელია ჯერ. ანუ სარჩულს მივაკერებთ, ესეთი ჯიბესავით გააკეთეთ, როგორი ფორმაც აქვს აი ამ ჩანთას, ხო? ესეთი ჯიბე რო იყოს, ჩადებთ და აი ამ ადგილებს შემოაკერებთ, ხო? აი ეს გაშლილ მდგომარეობაში. და მერე უკვე ერთადერთი რაც პრობლემა შეიძლება იყოს, რომ აი სარჩულს რო აკერებთ, ხო, ეს ამან არ შეგიშალოთ ხელი, იმიტომ რომ ჩვენ აქ ცოტა ქვემოთ მიაკერეთ სარჩული, ვიდრე ეს იქნება. ამისთვის დატოვეთ, ჯერ სარჩული უნდა მიეკეროს, შემდეგ ეს უკვე ნახოთ სად შეგიძლიათ რომ დაამაგროთ. აი ამა აი შუაში, ნახეთ, აი აქ რაც სიგანი აქვს, ხო? აი ამის შუაში ეს უნდა გავატაროთ. აი ესე და მაგაც ბოლომდე გავიყვანოთ ძალიან და აი ესე. ხო? თან უკავია ამას ეს უფრო შეკრულ მდგომარეობაში, ესეც აი ესე. ისე როგორც გითხარით, აქ ფერფიტის ეს მხარეები ხო მივაკეროთ ჯობია. თუმცა ასეც უკავია ფორმა, მაგრამ უკეთ ესე იქნება ვფიქრობ. აქაც აი ესე რომ ჩაკეცავთ. აი ამის დაახლოებით შუაში ესე გაატარეთ. ერთი ორ ძაბში მაინც და მაშინ კარგად დაიკავებს. ახლა აქ ერთ ძაბში შევედი, არ ავშავს. აი ესე თუ მიდებული გაქვთ უკეთესია, რომ ხა მე ვფიქრობ ცოტა გვერდით შევედი. ეს კარგად ჩაგეცეთ და აი ესე ბოლომდე დამრჩა იქ გასატარებელი. აი ესე და ბოლოს სადღაც აი აქ უწევს. ეს ჯერ გავხსენით სხვილი და შემდეგ მემაგრება. აი ესე. ესე გვაქვს. შევხედოთ, აი ძალიან ლამაზი ჩანთაა ნამდვილად. ძალიან ლამაზია. ერთადერთი რასაც ვფიქრობ, რომ აქ ცოტა მაღალი რო ქონოდა რაღაც ესეთი ნაკსოვი, უფრო კარგად დაიკავებთ. ახლა მიჩვენება, რომ ესე ცოტა მტკიცეთ არ არის ეს ყელი. შეიძლება და უფრო მაღალი ყელი. ესე რეზინივით ესეთი. კარგი. ახლა რას ვაპირებ მე? ახლა მე აქ მინდა აი ესეთი ცოტა სქელი ძაფი გჭირდება. ნახეთ, თოკია ფაქტობრივად ეს ძაფი არ არის თოკია და აი ესეთ რაღაცას გავაკეთებთ. აი აქ გავატარებ. და შემდეგ აქეთაც გავატარებ. აი ესე. და თქვენ მერე მოისინჯეთ თქვენთვისაც. აი რა სიგრძე გინდათ ჩან ეს გადასაკიდებლის. მე არ მინდა ძალიან გრძელი. აი ესეთი ვფიქრობ კარგია. და აქ უნდა გავაკეთოთ ესე გადავჭრათ. მოდით ამას გეტყვით სიგრძეს, ხო? მე რაც გავაკეთე და მე თქვენი შეხედულების მიხედვით როგორც მოგწონთ ისე. აი ესე ამის სიგრძე არის აი 118 სანტიმეტრია სიგრძე. თუმცა ორად ვკეცავ, ხო? ატყობთ, რომ აი ესე გავატარებ და აქეთაც გავატარებ, რა თქმა უნდა, ეს ორად გაიკეცება, აი ესე. და აქ კვანძი უნდა გავაკეთოთ ახლა. კვანძი სასურველია მიაკეროთ, გეტყვით, რომ არ იყოს შესამჩნევი, ხო? ხვდებით? იმიტომ რომ აქ საკმაოდ ისეთია.
სქელია ეს. მოკლედ მე აი მაინც გავაკეთე ეს ორი მხარე მოუწვი, აუცილებლად მომწვარი უნდა იყოს ორივე ბოლო და მივაკერე ერთმანეთზე. ესე უფრო შეუმჩნეველი იქნება. აი ეს. ოღონდ ჯერ გაატარეთ, ხო? უკვე აი მზად რომ გქონდეთ. აი ეს გატარებული უნდა იყოს და მაგ დროს უნდა მიაკეროთ შემდეგ, ხო? ჩაკეტოთ ესე ვთქვათ. და ეხლა დიდ აქ ცოტა რაღაც მიჩვენება. მოვაჭრე ამ ზედმეტ. და ეხლა ჩვენ შეგვიძლია უკვე გავაკეთოთ ჩვენი ესე იგი ნაკსოვი. ორ წვერ იგივე ძაბს ავიღებ. აი იგივე ძაბი რითიც მოგხსოვოთ ორი წვერი. აი ესე. და აქ გავაკეთებ ხულბს. აი ესე ორი წვერი ძაფით. აი ესე და გამოვიყენებ ცოტა დიდ ზომის ყაისნახს. ეს არის 4.5 მილიმეტრი. აი ესეთი. კარგით. აი ესე. ეხლა ნახეთ. ესე აიღებთ ამ თქვენ ორ წვერ. აი ესეთ თოქს. რომ ესე სისქისთვის ხო სქელი რაც უფრო გინდათ რომ სქელი გამოგივიდეთ ჯობია აიღოთ ესე უფრო სქელი ძაფი. აბა ეხლა დააკვირდით ეს ყურფიანად ყაისნახსია და აი ესე ამ ძაფის ბოლოს შემდეგ შევმალავთ. კარგად მოუჭირეთ. ესე ეს ჯობია შემალოთ უკვე აი ცოტა ამ ადგილს რო გავივლით დავფაროთ მალევე რომ მე უფრო მაინც გაგიჭირდებათ სუნთლიანად ხო ეს განჭოლვა და ესე აი ხლა შეიძლება უკვე შემალვა ნახეთ ხლა ავიღებ ისე პატარა აი ეს ესეთ პატარა ზომისა შედარებით და აი ამ ძაფის ბოლოებს აი გავატაროთ აი აქ აი შვილი შევიტანოთ უბრალოდ აი კიდე თანდათან კიდევ შევმალავ აი ეს ნახეთ ახლა მარტივია ესე როცა ჯერ ნაკსოვი არ გაქვთ დაგროვებული ესე თვლები ნავატის გარეშე ესე თვლებს ვქსოვ აი ამ ორი თოკის გარშემო ხო თან ის ეცადეთ ერთნაირი მოჭივით გააკეთოთ თუ გინდათ რომ ლამაზი სახელური გამოგივიდეთ აი ესე კიდევ აქ აი შეგიძლიათ ჩააყოლოთ კიდეც ეს ნახეთ ძაფები ხედავთ ეს პატარა ძაფებიც აი ეს თუ მოადებთ ზუსტად ხო აი ეს ერთად თითქოს 4 წვერი მიგავია ეს ეხლა ცოტა ეს შავია გაშავებულია მომწვარი ადგილები და ჯობია კარგად დამალოთ ნახოთ ეს ორივე ძაფი კარგად რომ იდგეს მოდით აი ეს ქვედან ხედავთ აი ხო ორი წვერი აი ესე გაყევით ბოლომდე და ბოლოს გაჩვენებთ ეკაც უნდა დავმალოთ ხო ბოლო ძაფის ბოლო და ეს იქნება სულ ცოტა მაინც ჩანს რომ აქ შესქელებულია მაგრამ რა შესხანერად ესეთი უწყვეტი ძაფი არ გექნებათ ხო ეს ციკლური რომ მქონდეთ აი ცოტა აქ აღარ მოჭიმოთ და მაშინ იგი ესეთი სისქემი იქნება მიახლოებით ხო არ მოჭიმოთ ეს თვლები აი ესე გაყევით აი ესეთი აი ფაქტიურად გავდივარ ახლა ბოლოში და კიდევ ერთი აქაც რა თქმა უნდა ძაფის ბოლოები გვექნება ეს მეგონი საკმარისია ახლა აქ გავაკეთებ აი ესე ერთ თავისუფალ თვალს კვანძისთვის და მორჩა ფაქტიურად ამას მოვჭრი აი ცოტა გრძელი ამოვიყვანოთ აქ კარგად მოუჭირეთ კარგად აი ეს არის კვანძი უკვე საბოლოო და
ახლა მე პატარა ყაის ნახით ჩავიტანოთ უკან. აი ეს. აქეთ გამოვიტანოთ ამ ძაფებში. ეხლა თქვათ, როცა თქვენ თქვათ მოხსნა თუ დაგჭირდათ, ხო, აი ამისი. ეხლა მე გეტყვით, რომ გარეცხვა თუ დაგჭირდათ, აი ეს უნდა მოიხსნას ფაქტიურად, აი ეს რაც გავატარეთ ნაკერი და შეიძლება ესე გაირეცხოს, ან და ძალიან ისე უნდა იხმაროთ, რომ არ დაგესვაროთ. სახელოს კი ადვილად გარეცხავთ. მოხსნით, უბრალოდ აქ გაითვალისწინეთ, რომ აქ არ გამოგიწრეთ ეს ნაკსოვები. ანუ ჯობია რკინას ეს ამასთან ერთად იყოს, როცა რეცხავთ. ის აფიქსირებს ფაქტიურად ეს რგოლი ორივე მხარეს. აი ესეთი ჩანთა გვაქვს, აი ესეთია. აქ შეიძლება და ორი სახელური, უბრალოდ მაშინ აქაც მიმაგრებები და აქ ახლა ვფიქრე, რომ ცოტა მოუხერხებელი იქნებოდა და ეს ყველაზე ისეთი ოპტიმალური გამოსავალი იყო. აი ესეთი სახელურით. აი ესე. ახლა არ ჩანს იმდენად კარგად, მაგრამ ძალიან ლამაზია. მოდით მეორე მხარეზეც. აი ეს მხარე უფრო მომწონს. მაგრამ ორივე მხარე ლამაზია ნამდვილად. აქ ესე გირჩევთ, რომ სარჩული გავუკეთოთ და ჩამკეტი, მაგნიტური ჩამკეტი დაამაგროთ. სხვა დეტალი რამე ისე დეკორაციული ვფიქრობ არ არის საჭირო. და ისედაც ლამაზი ორნამენტები აქვს. კარგით, აბა დაგემშვიდობებით. შეხვედრამდე წარმატებები ყველას.